პრორუსი ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელიც დიდი ბრიტანეთის მიერაა სანქცირებული, წერილს აქვეყნებს და ამბობს, რომ სანქციების შემდეგ ქართულმა ბანკებმა მას და მისი ოჯახის წევრებს ანგარიშები დაუბლოკეს. მსოფლიო საოჯახო კონგრესის Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ვასაძე ამბობს, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებულმა TBC ბანკმა დაბლოკა მისი და მისი ცოლის ყველა ანგარიში და საკრედიტო ბარათი, ასევე მისი სრულწლოვანი შვილების, დის და დედის ანგარიშები. წერილის მიხედვით ასევე საქართველოს ბანკმა ვასაძეს მოსთხოვა, რომ მისი მეუღლის ღვინის საწარმოს მათთან არსებული ყველა ანგარიში დაეხურა. ვასაძე მისთვის სანქციების დაწესებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ ის არც პოლიტიკოსი, არც მედია მაგნატი და არც რუსულ დეზინფორმაციას ავრცელებს. ვასაძის შეფასებით, ბრიტანეთის მთავრობა სავარაუდოდ მიზანმიმართულად შეიყვანეს შეცდომაში იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც მისივე თქმით ჯორჯ სოროსისა და USAID-ის მსგავსი ორგანიზაციების მიერ არიან დაფინანსებულები. ვასაძე წერს, რომ სანქციების შესახებ მან წერილი კონსერვატორ ბრიტანელ მეგობრებს გაუგზავნა. ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებულმა ქართულმა ბანკმა TBC-მ დაბლოკა ჩემი მეუღლის ყველა ანგარიში და საკრედიტო ბარათი. იგივე ბედი ეწია ჩემი სრულწლოვანი შვილების, ჩემი დის, ჩემი 76 წლის დაქვრივებული დედის ანგარიშებს და ასევე ღვინის საწარმოს ანგარიშებს, რომელიც ჩემს საკუთრებაში კი არ არის, არამედ ჩემს მეუღლეს ეკუთვნის და მის მიერ იმართება. მოგვიანებით ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებულმა კიდევ ერთმა ქართულმა ბანკმა, საქართველოს ბანკმა მოითხოვა, რომ ჩემი მეუღლის მფლობელობაში მყოფ ღვინის საწარმოს მათთან არსებული ყველა ანგარიში დაეხურა. ამგვარად TBC-სთან ერთად საქართველოს ბანკმა საფრთხის ქვეშ დააყენა ასობით საქართველოს მოქალაქის სამუშაო ადგილი და ათასობით ქართველი მევენახის შემოსავალი. მათ დარტყმა მიაყენეს საქართველოს ყველაზე კეთილშობილ აგრარულ დარგს, მეღვინეობას, რომელიც ქვეყნისთვის ექსპორტისა და საგადასახადო შემოსავლის წყაროა. მე არასოდეს მჭერია და არც ამჟამად ვიკავებ არავითარ თანამდებობას ხელისუფლებაში. არ ვეკუთვნოდი და არ ვეკუთვნი არც ერთ პოლიტიკურ პარტიას და მიუხედავად იმისა, რომ ვარ ქართველი საზოგადო მოღვაწე, არ ვარ პოლიტიკოსი. არასოდეს გამივრცელებია პრორუსული დეზინფორმაცია, რასაც საქართველოში მონიტორინგს უწევს შესაბამისი რეგულირებელი უწყება. არასოდეს დამიჭერია მხარი უკრაინის ომისთვის. პირიქით, ისევე როგორც ყველა ნორმალური ადამიანი, უზომოდ დამამწუხრა ამ ამბავმა. ომის მიზეზების შესახებ ჩემი ანალიზი ყოველთვის ეფუძნებოდა ბევრი დასავლელი, ამერიკელი, ბრიტანელი და ევროპელი მოაზროვნის, დიპლომატისა და სამხედრო და უსაფრთხოების დარგის ექსპერტის ნაშრომებსა და ლექციებს. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერის გამო ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე რომანოვი გაერთიანებულმა სამეფომ 19 სექტემბერს დაასანქცია. ლევან ვასაძე ასევე წერს, რომ იძულებულია სანქციების მოსახსნელად მათი შედეგის მიუხედავად სამართლებრივი დაცვის პროცედურები დაიწყოს, როგორც საქართველოში, ასევე დიდ ბრიტანეთში.